გასმოვანება მე ვფიქრობ, რომ ისევ მეორე თანამედროვე ეროვნული ყოფი ადამიანისთვის დიდი მადლობა. ის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ადამიანებს ბევრი ადამიანისთვის საქართველოში more resilient world for all of our citizens and our health allies. That's how we look at it in the United States. Share their expertise with other countries. HIV started with influenza, which remains თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება საერთაშორისო თანამშრომლობა დაავადებებთან ბრძოლის საქმეში და იმისთვის, რომ თითოეული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად მზად დახვდეს ნებისმიერ გამოწვევას, რომლის მსგავსიც რამდენიმე წლის წინ კაცობრიობა მიხილა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასეთი თანამშრომლობა რეგიონალურ ფორმატებში და ბუნებრივია, რომ ეს იქცევს ყურადღებას ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც მასპინძლობს დღეს თბილისი და გულისხმობს პრაქტიკულად მთლიანად რეგიონულ წარმომადგენლობას, სხვადასხვა ექსპერტები, სხვადასხვა სამინისტროთა წარმომადგენლობის დონეზე. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, რომელიც აუცილებელია როგორც ინფორმაციის ადრეული შეტყობინების, იმავდროულად გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ეს თითოეული ამ ღონისძიების მონაწილისთვის იქნება განსაკუთრებულად ნაყოფიერი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის პლატფორმა. I'm very pleased to be here today to continue the partnership and the work that we've done on health issues. This event is another in a long series of important programs in our shared national interests of the United States, Georgia, and other countries in the region. So I'm very pleased to be here and to participate with these professionals in this event. At the Partnership for International Vaccine Initiatives based in the United States, we're very grateful to the Ministry of Health here in Georgia for hosting this important workshop, 3-day workshop. Many countries are coming together to learn from each other, to be able to fight RSV and influenza and other pandemic diseases. It's important for these countries to collaborate together, learn from one another, because diseases know no boundaries, and we must work together to fight them.